რომელი ფირი ჯობია პირველი ნაბიჯების გადასატკმელად? რა განსხვავებები არსებობს ფირებს შორის? როგორ არჩიო შენი მომდევნო ფირი? Magnolia Film-Lab იწყებს ფირების განხილვების სერიას. მე დათავარ და ამ ვიდეოში განვიხილავთ ფირებს Kodak-ის ბიუჯეტური ხაზიდან. Kodak Gold, Kodak Color Plus და Kodak Ultra Max. ცნობილი ფირები Kodak-ის ბიუჯეტური ხაზიდან, რომლებიც სახასიათო ფერთა ტონალობითა და სანდოობით გამოირჩევიან. თუ ფირის ფოტოგრაფიაში ახალი ხარ და ეძებ სანდო ფირს, რომელიც უსაფრთხო არჩევანი იქნება პირველი ნაბიჯების გადასატკმელად და თავისუფლად მოერგება ნებისმიერ სიტუაციას, ეს ფირები შენთვისაა. Kodak Gold 200 არის ფირი, რომელიც Kodak-მა მე-20 საუკუნის 80-იან წლებში წარადგინა და რომლის საშუალებითაც ფირის ფოტოგრაფია უფრო ხელმისაწვდომი გახადა ნებისმიერი ადამიანისთვის. მაშინ ეს Kodak-ის ერთგვარ მიზანს წარმოადგენდა. შეექმნა ფირი, რომელიც იდეალური იქნებოდა საოჯახო შეკრებების, მოგზაურობისა თუ ყოველდღიური გადაღებისთვის. ყველაფერი თბილ, კარგად ნაცნობ ოქროსფერ ტონალობებში. Gold 200-ს ნახავდით ყველგან, ერთჯერად კამერებში, სუპერმარკეტებსა და ავტოგასამართ სადგურებზეც კი. დაბალანსებულმა ფერთა გამამ და თბილმა ჰაილაითებმა კი მას მისცა ის ვინტაჟური ვიზუალი, რომლის გამოც ძალიან ბევრი ადამიანი უბრუნდება ფირის ფოტოგრაფიას. რაც შეეხება Kodak Color Plus, ის Kodak Gold-ზე ასაკიან ფირადად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან Kodak Color VR 200-ის ერთგვარი შთამომავალია და რომლის განახლებულ ვერსიადაც Kodak-მა 2000-იანი წლების დასაწყისში Color Plus 200 წარადგინა. თავისი რეტრო ვიზუალით მან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ევროპასა და აზიის ქვეყნებში. Color Plus-ი შეიქმნა როგორც ბიუჯეტური ვარიანტი მსოფლიო ბაზრისთვის. სანდო, ხელმისაწვდომი და მარტივად გამოსაყენებელი ფირი. ეს სიმარტივე გახდა მისი ხიბლიც. Color Plus-ი მოგცემთ სუფთა და ეფექტურ შედეგებს, ოდნავ მეტი კონტრასტითა და მკვეთრი ფერებით, ვიდრე Kodak Gold. შედარებით ცივი ფერთა ბალანსითა და შესამჩნევი, თუმცა სასიამოვნო მარცვლოვანებით, Color Plus-ი ყოველთვის სასურველი არჩევანია მათთვის, ვისაც ყოველდღიური კადრების გადაღება მცირე სინემატიკური ვიზუალით სურთ. Kodak Ultra Max 400 მაღალი ISO-ს მქონე ფირია ყოველდღიური გამოყენებისთვის, რომელიც Kodak-მა 90-იან წლებში წარმოგვიდგინა. მან ჩაანაცვლა Kodak Gold 400 და გახდა იმ ადამიანების არჩევანი, ვისაც მდიდარი ფერებისა და სტაბილური შედეგის მიღება, სუსტად განათებულ გარემოში სურდათ ფლეშის გარეშე. აქვს ინტენსიური ფერები. Color Plus-თან და Gold-თან შედარებით უფრო მკვეთრად იჭერს ლურჯ და მწვანე ფერებს. აქვს მაღალი კონტრასტი და შესამჩნევი მარცვლოვანება. Ultra Max 400 გამოგადგებათ ოჯახის ფოტოების, სპორტული ღონისძიებების, ქუჩის ფოტოგრაფიისა და მოგზაურობის კადრებისთვის. ყველგან, სადაც არასტაბილური განათებაა. საბოლოოდ Ultra Max 400 არის პრაქტიკული, უნივერსალური ფირი, რომელიც კარგად მუშაობს როგორც დღის, ისე ხელოვნური განათების პირობებში. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქუჩის ფოტოგრაფებსა და მოგზაურებს შორის, რადგან ინარჩუნებს Kodak-ის კლასიკურ თბილ ფერებსა და სანდო შედეგს თითქმის ნებისმიერ სიტუაციაში. იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს თითოეული ფირი რეალურ პირობებში, ყველა მათგანი ჩავსვი ერთ და იგივე კამერაში. Pentax SPO 115-ში. ეს არის 90-იანი წლების კომპაქტური 35 მმ-იანი point and shoot კამერა. აქვს 38-დან 115 მმ-მდე zoom ობიექტივი, ავტოფოკუსი, სრულად ავტომატური ექსპოზიცია, ფლეში და დამატებითი ფუნქციები სხვადასხვა სიტუაციისთვის. ამიტომ მარტივი გამოსაყენებელია და საიმედოა სხვადასხვა ფირის დასატესტად. სანამ უშუალოდ გადაღების ნაწილზე გადავალთ, მინდა შეგახსენოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, რათა არ გამოგჩეთ სიახლეები.